Ja čitaju tekst iz Evangelия Луки, где речь идет о объявлении рождения Христа, объявлении Марии, Святой Марии, на немецком языке. Maria, du hast Gnade gefunden bei Gott. Siehe, du wirst schwanger werden und einen Sohn gebären und du sollst ihm den Namen Jesus geben. Er wird groß sein und Sohn des Höchsten genannt werden. Und Gott der Herr wird ihm den Thron seines Vaters David geben. Und er wird König sein für das Haus Jakob in Ewigkeit und sein Reich wird kein Ende haben. Ioannis Σακαρέπηδα. Ικονάτελη Τσεσμαρίτη, რომელიც ანათებს სოფლად მოსწვლელ ყოველ ადამიანს. იქო სოფლად და სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმა ის ვერ იზნო. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღე იგი. ხოლო რომელიც მიიღეს იგი, მისცა მათ ხელსიპება ღვთის შვილება და გახდომისა ყოვლებისას სამს მისი სახელი. სიცვა გახდა ხორცი და დამკვიდრა ჩვენ შორის და ჩვენ ვიქილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოშობლის, მადლითა და ჭეშმარიტებით არ გახსოვს. საკითხავი ლუკას სახარებიდან, მეორე თავი. იმ ხარეში მწყემსები მინდვრად იყვნენ გასული და ღამის დარაჯად უდგნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა უფლის ანგელოზი თავზე დაადგა მათ. უფლის დიდება გამოუწყინდათ და შეეშინდათ დიდი შიშით. დაუთხრა მათ ანგელოზმა, ნუ გეშინიათ, აჰა გახარებ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება, რადგან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ, იპოვით ჩვილს, შეხოულს და ბაგაში წორი არის. ციური ლაშქარი აქებდა ღმერთს და ამბობდა, დიდება მაღალთა შინაღმერთს, მშვიდობა ქვეყანაზე და კაცთა შორის საცნობი. От имени Лютеранской церкви в Грузии я всем жителям Грузии и за рубежом желаю хорошего праздника Рождества, праздник, который благословен будет и всем радость дает. ძვირფასებო, საქართველოს ევანგელური ბაპტისტური ეკლესიის სახელით მინდა მოგილოცოთ მშვიდობის და თავადის წუთისოფლად მოვლინე. ჩვენ ეკლესიაში ასე ვლოცავთ ხოლმე ერთმანეთს. ქრისტე იშვა ბეთლემსა და მისაგებელი არის დიდება მაღალთაში. Τελιγურите კათოლიკე ეკლესიის სახელით გილოცავთ. დღეს ყოველი ადამიანი პოულობს თავის სახეს იესოს სახეში. ღმერთი პოულობს თავის სახეს ადამიანის სახეში. ყოველი ადამიანი დღეს იქნება ღვთისშვილი, ვინაიდან სიტყვა ხორცად იქცა. და მე გილოცავთ და გისურვებ, რომ თქვენი ცხოვრებაში შვილად იყოს ყოველი თქვენი სიტყვა. გილოცავთ.